ახალგაზრდა ფინანსისტები მოგეხსენებათ, რომ ასე ვთქვათ, ვაკვირდებით ეროვნული ბანკის ქმედებებს და შევისწავლით მის უკანასკნელ გადაწყვეტილებებს, რაც ლარმა ასე ვთქვათ მერყეობა დაიწყო. ეროვნული ბანკი, ასე ვთქვათ, ჩვენ მე წინაზე მქონდა ბრიფინგი, რომელზედაც ვისაუბრე ეროვნული ბანკის ქმედებებზე, თუ რა გავლენა მოახდინა ეროვნული ბანკის ქმედებებმა ლარის კურსზე. ასე ვთქვათ, ყბადაღებული თემაა ის, რომ ხელოვნურად ლარის დაჭერა იმ ინსტრუმენტებით, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია, ლარის დაჭერა გამოიწვევდა ეკონომიკური ზრდის ტემპის შეჩერებას, საუკეთესო შემთხვევაში შენელებას და ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელთაც ძირითადად აპელირებს ეროვნული ბანკი, რატომაც არ მოხდა ამისი გამოყენება. ჩვენ ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ამ ბერკეტებით, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნდა, ლარის ასე ვთქვათ, დაჭერა არ გამოიწვევდა ეროვნული ბანკის ეროვნული ეკონომიკური კურსის ზრდის შენელებას. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, როგორც წესი ყოველთვის ეს ასე ვთქვათ არის ის, რომ იწევს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას, მაგრამ საქართველოში განსხვავება ის არის, რომ გვაქვს ძალიან ასე ვთქვათ ნაკლები კავშირი მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრება შერბილებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპთან. ჩვენ თუ გადავხედავთ უკანასკნელი წლების ტენდენციას, ხო, აქ ასე ვთქვათ კარგად არის და 2014 წლამდე არის მოყვანილი ყველა ტენდენცია, როგორი იყო მონეტარული პოლიტიკა და როგორი იყო ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი და თქვენ კარგად დაინახავთ, რომ არანაირ კავშირში, როგორ არა, მაგრამ ძალიან პატარა კავშირშია მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდის ტემპი ერთმანეთთან. მე ძალიან ციფრებით თავს არ შეგაწყენთ და ასე ძალიან გასაგებიანით შევეცდები, რომ გითხრათ. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენდა, ასე ვთქვათ, ძალიან პატარა ზემოქმედებას მოახდენდა ეკონომიკური ზრდის ტემპზე. არადა ეს მაშინ, როდესაც წესით უნდა მოქმედებდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, უნდა შეაფერხოს ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ საქართველოში ეს ასე არ ხდება. როდესაც ჩვენ რაღაც ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ, მთავარი გვავიწყდება ხოლმე ეს არის ქვეყნის მოდელი. ანუ საქართველოში და რას გულისხმობ ქვეყნის ეკონომიკურ მოდელში. საქართველოში ეს ფაქტორი, ასე ვთქვათ, მონეტარული პოლიტიკა, იმიტომ არ მოქმედებს პირდაპირ კავშირში და იმიტომ არის ეკონომიკური ზრდის ტემპთან და პატარა კავშირში, ასე რომ ვთქვათ, რადგან გვაქვს ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი დონე. როდესაც ეროვნული ბანკი, ასე ვთქვათ, ზრდის საპროცენტო განაკვეთს, ამ შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია დოლარიზაციის კოეფიციენტი ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებად მოქმედებს ეს ეკონომიკური ზრდის ტემპში. დღეის მდგომარეობით, ანუ დღეის მონაცემებით, ქვეყანაში დოლარიზაციის კოეფიციენტი გვაქვს 65% და სესხები უცხოურ ვალუტაში გვაქვს 64%. აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ 65%-ით მცდარია ის თეორია, რომ ამ ბერკეტების გამოყენებას საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოეხდინა ეკონომიკური ზრდის შეფერხება. ეს როგორც მინიმუმ 65%-ით, რადგანაც ესე გვაქვს დოლარიზაციის კოეფიციენტი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები კიდევ ერთხელ მივიჩნევთ, რომ ის ბერკეტები, თუნდაც საპროცენტო განაკვეთის გაზრდა არ იქონიებდა ასე ვთქვათ დამანგრეველ უარყოფით გავლენას ეკონომიკური ზრდის ტემპზე და პირიქით ლარის გამყარების შემთხვევაში, ჩვენ რო გამოგვეყენებინა ესენი, ბევრად ასე ვთქვათ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა დღეს ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე დღეს გვაქვს. თუ კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით. გიპასუხებთ. რაც უფრო ლარი უფასურდება, დოლარში აღებული სესხის მომსახურება კლიენტს უზრდება, ხო, რეალურად უფრო. ამ შემთხვევაში ლარზე რო გაზრდილიყო საპროცენტო განაკვეთი, ხო, ამ შემთხვევაში ლარი, ასე ვთქვათ, არ დაკარგავდა თავის ღირებულებას, მაგრამ ასე ვთქვათ, დოლარში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდებოდა. აქედან გამომდინარე, სესხის მომსახურებაზეც მომხმარებელს დიდი ხარჯების დახარჯვა არ მოუწევდა. ეს თქვენს კითხვას რაც შეეხება.
ჩემი პროგნოზით და მე ვფიქრობ, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება იმდენად, რამდენადაც უკვე ფაქტობრივად ზაფხულისპირია, გადავდივართ ადგილობრივი პროდუქციის მოხმარებაზე. ქვეყანაში ველოდებით, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტს, რაც თავის მხრივ კარგად მოქმედებს ქვეყანაში და შემოდის უცხოური ვალუტა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა თუ რამდენი პუნქტით გამყარდება, ცოტა ასე ვთქვათ, უსაფუძვლო და არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, მაგრამ მე ვიმედოვნებ და გონივრული აჭი მაქვს იმისა, რომ ზაფხულის პერიოდში ლარი კიდევ უფრო გამყარდება, ვიდრე დღეს არის. ეს უკვე არის გრძელვადიანი პერსპექტივა, მაგრამ გლობალური და ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი კუთხით თუ შევხედავთ, წინა წლების პერიოდთან შედარებით მე გულისხმობ 2010-2011 დღეს მდგომარეობით ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის გაუმჯობესებული. თუ იქნება შეთანხმებული და ესეთი შეწყობილი მოქმედება ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის, მე ვიმედოვნებ, რომ ეროვნული ვალუტა, ვალუტის მერყეობას საფრთხე არ უნდა შეექმნას და ის ჩვეულებრივ სტაბილურად გააგრძელებს, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო.